მოგესალმებით, მეგობრებო, მე ლევან ქერდიყვაშვილი ვარ და კრევის სამყაროს მორიგი ეპიზოდია თქვენს წინაშე. ჩვენს დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე, ეს არის მოახლოებული ორთაბრძოლები პროფესიონალურ კრივში. მოგეხსენებათ, 25 თებერვალს თბილისში, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება წლის პირველი, ასე ვთქვათ, გახსნითი შოუ პროფესიონალურ კრივში, სადაც შედგება მსოფლიოსარეიტინგო ბრძოლები. ძალიან საინტერესო ბრძოლებია, მით უმეტეს ახალი წელი იწყება განახლებული ხასიათით, განახლებული ენერგიით და საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი Boxing Group Promotion-თან ერთად საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იწყებს ახალ სეზონს პროფესიონალურ კრივში. მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო ქარდია, ძალიან ბევრი ახალგაზრდა მებრძოლი არის ჩართული აი ამ ორთაბრძოლებში, დებიუტანტებს ძალიან ბევრს ხედავთ, ისევე როგორც ხედავთ ძალიან გამორჩეული და უკვე მრავლის მნახველ მოკრევეებსაც, როგორც ყოველთვის ისევე აი ამ ორთაბრძოლებში. არ შეიძლება არ ითქვას, რომ მთავარი ბრძოლები გაიმართება ქართველ მოკრევეებსა და უცხოელ პრეტენდენტებს შორის, მათ უცხოელ მეტოქეებს შორის და ეს კიდევ დამატებით ინტრიგას ძენს მოკლედ აი ამ დაპირისპირებებს. მინდა გითხრათ, რომ ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია და შეგიძლიათ შეიძინოთ ტიკეტ ჯიზე. საკმაოდ იაფია, არ არის ძვირი ბილეთები და ყველა გულშემატკივარს მინდა ვთხოვო, რომ აუცილებლად მობრძანდეთ, დაესწროთ აი ამ შოუს, დარწმუნებული ვარ, არ ინანებთ, რაც შეეხება მებრძოლებს, თქვენი მხარდაჭერა მათ ძალიან სჭირდებათ, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ აი თქვენმა ენერგიამ, თქვენმა მუხტმა უნდა მისცეთ ის ძალა, რაც შეაძლებინებთ უფრო და უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლას. დღეს მე შევეცდები, რომ წარმოგიდგინოთ 25 თებერვალს დაგეგმილი ბრძოლები, მათი ნაწილი მაინც და შეგიქმნათ წარმოდგენა თუ რას უნდა ელოდეთ აი ამ შოუსაგან. 25 თებერვლის შოუს ერთ-ერთი მთავარი ბრძოლა და ყველაზე საინტერესო ერთ-ერთი იქნება, რა თქმა უნდა, ქალმოკრევეთა დაპირისპირება და მოდი დავიწყებ სწორედ აი ამ დაპირისპირებით. მინდა გითხრათ, რომ 50 კილოგრამ-წონით კატეგორიაში გასული წლის 2025 წლის საუკეთესო ქალი მოკრივე თეონა ფიროსმანაშვილი ასპარეზებს აზერბაიჯანელი მეტოქის წინააღმდეგ. მისი აზერბაიჯანელი მეტოქი არის ლალა მადათოვა და მართალია მისი დებიუტია პროფესიონალურ კრივში, თუმცა უნდა ითქვას, რომ არის აზერბაიჯანის ხუთგზის ჩემპიონი სამოყვარულო კრივში, აზერბაიჯანის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და უცვლელი წევრი და ძალიან მთლიანად აზერბაიჯანის ერთ-ერთი გამორჩეული ქალი მოკრივე. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ძალიან დაძაბული, ძალიან საინტერესო ორთაბრძოლა იქნება. უნდა ითქვას, რომ თეონა ფიროსმანაშვილი დღესდღეობით არის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავი ქართული პროფესიონალური კრივის, თამამად შეიძლება ამის თქმა. მან უკვე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. მოგეხსენებათ, გასულ წელს ფიროსმანაშვილმა ორი ორთაბრძოლა გამართა საქართველოში და ორივე გამარჯვებით დაასრულა. შესაბამისად, სწორედ აი ამის გამო დაიმსახურა 2025 წლის საუკეთესო ქართველი ქალი პროფესიონალი მოკრივის ტიტული და რაც შეეხება წლევანდელ წელს, როგორც ხედავთ, ისევ მომავალი გამარჯვებების მოლოდინშია ფიროსმანაშვილი და მისთვის ვფიქრობ, კარგი გამოცდა იქნება აზერბაიჯანელი მეტოქესთან შეჭიდება აი ამ ბრძოლაში. როგორც მოგეხსენებათ, თეონა ფიროსმანაშვილმა გარდა იმისა, რომ შარშან ორი პროფესიონალური ორთაბრძოლა მოიგო, ამის გარდა მას ჰქონდა ძალიან წარმატებული წელი სამოყვარულო კრივშიც, გამომდინარე იქიდან, რომ ის გახდა პირველი ქართველი ქალი მოკრივე ხურამ აკასუმოვასთან ერთად, რომელმაც შეძლო მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა ოლიმპიურ კრივში. აქამდე ასეთი პატივი არ გებია არც ერთ ქალმოკრივეს და პირველი იყო, ვინც საქართველოს დროშა ააფრიალა, საქართველოს ნაკრების მედროშეც იყო ამ ჩემპიონატზე. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ფიროსმანაშვილი უკვე საკმაოდ გამოცდილი მოკრევეა და რაც შეეხება მის პროფესიონალურ კარიერას, ვფიქრობ, არის ძალიან კარგ ეტაპზე, აღმავლობის ეტაპზეა და დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ დასაწყისია. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ გულშემატკივარი მას უკვე კარგად იცნობს ეს სიგრძნობა სოციალურ ქსელებშიც და ეს სოციალურ ქსელებში მის მიმართ მხარდაჭერა დარწმუნებული ვარ, რომ გარდაისახება უკვე აქტივობაშიც უშუალოდ რინგის გარშემო და გულშემატკივრობაშიც, ასე რომ თეონას გულშემატკივრებს ყველას გელით ვფიქრობ, აი ეს ქალთა ორთაბრძოლა
ძალიან დააინტერესებს მთლიანად ქართული კრევის კომაქს, ქალთა კრევი მთელ მსოფლიოში არის აღმავლობის გზაზე და არც საქართველოა გამონაკლისი და მადლობა ღმერთს, რომ თეონა ფიროსმანაშვილის სახით სხვა ქართულ მოკრევეებთან, ქალმოკრევეებთან ერთად შეიძლება ითქვას, რომ გამოჩნდნენ ისეთი მომავალი ვარსკვლავები, ვისაც შეუძლიათ ნამდვილად ძალიან მაღალ სიმაღლეზე აიყვანონ პროფესიონალური კრივი, დააინტერესონ მაყურებელი და გახადონ ეს სანახაობა კიდევ უფრო პოპულარული მთლიანად ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ ამაში გულშემატკივარი თავის წვლილს შეიტანს. მე ერთი რაც შემიძლია დაგარწმუნოთ ის არის, რომ თეონა ემზადება, რამდენადაც მაქვს მე ინფორმაცია ძალიან დიდი მონდომებით, აქვს ძალიან კარგი წვრთნა და დარწმუნებული ვარ, რომ არაფერს დაზოგავს გამარჯვების მისაღწევად, რა თქმა უნდა, ქართველი გულშემატკივრის მხარდაჭერით. კიდევ ერთი მთავარი ბრძოლა 25 ფებრუარს იქნება ერთ-ერთი გამორჩეული და პერსპექტიული ქართველი მოკრევის გიორგი გიგნიაშვილის დაპირისპირება ირანელ მეტოქესთან. გიგნიაშვილს ქართული კრივის კომაგის წინაშე წარდგენა არ ჭირდება. საკმაოდ სახელმოხვეჭილი მოკრევია, ყველა იცნობს მას, გამოირჩევა ბრძოლის უნარიანობით, გამოირჩევა შრომის მოყვარეობით. ეს ახალგორელი მოკრევე იკოთიდან და კიდევ ერთი მის დამახასიათებელი შტრიხი ეს არის, რომ ყოველთვის ამაყად ატარებს თავისი კუთხის სახელს, თავისი სოფლის სახელს, საიდანაც არის წარმოშობით და აი ეს ხასიათიც მის ყველა მოძრაობაში ჩანს, ყველა მოქმედებაში ჩანს, თუნდაც რინგზე გამოსვლა, როცა აქვს ხოლმე სულ სხვა ხასიათით გამოდის, სულ სხვა შემართებით გამოდის ყოველთვის გიორგი გიგნიაშვილი. ამის გარდა, როგორც კი აღნიშნე, არის ძალიან შრომის მოყვარე, ნამდვილი სპორტსმენი, დისციპლინირებული, მიზანდასახული და დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი გიგნიაშვილსაც ძალიან დიდი მომავალი აქვს პროფესიონალურ კრევში. მიხარია, რომ ის უბრუნდება პროფესიონალურ კრევის რინგს. მოგეხსენებათ, გასულ წელს გიორგი გიგნიაშვილმაც ორი ბრძოლა გამართა პროფესიონალური კრევის რინგზე, ორივე მათგანი დაასრულა გამარჯვებით და მისი კარიერაც უკვე გადადის ახალ ეტაპზე, კიდევ უფრო მეტი გამარჯვებები მიემატება და დარწმუნებული ვარ, სულ მალე შეიძლება რომ იბრძოლოს უმაღლესი მიზნებისთვის, მსოფლიო ქამრებისთვის, საქართველოს ქამრისთვის ჯერ და შემდეგ უკვე მსოფლიო ქამრებისთვის გიორგი გიგნიაშვილმაც. მისი მეტოქეს რაც შეეხება, მისი მეტოქეს ერთი ბრძოლა აქვს გამართული ირანელ მოკრივეს, სეიედ სამან ფარნიანი, ესეთი მოკრივეა გიორგის მეტოქე. ბრძოლა გაიმართება ველტერწონით დივიზიონში 66-67 კილოგრამ წონით კატეგორიაში და ვფიქრობ, საკმაოდ სანახაობრივი, საინტერესო ბრძოლა გველის წინ, შესაბამისად გიორგისაც ძალიან დაჭირდება გულშემატკივრის მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ, მას არ მოაკლდება კომაგობა, რადგან გიორგი ყოველთვის გამოირჩეოდა, კომაგების ფავორიტი იყო ყოველთვის, არ აკლდა გულშემატკივრობა და დარწმუნებული ვარ, აი ამ შოუზეც გიორგი იტყვის თავის სათქმელს. არ შეიძლება არ გამოვარჩიოთ ორთაბრძოლები, რომელიც შედგება მსოფლიოსარეიტინგ ორთაბრძოლები, რომელიც შედგება აი ამ შოუზე და სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან უკვე ქართველი მოკრივეები მსოფლიო რეიტინგში წინსვლისათვის და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჩემთვის და საინტერესო ბრძოლა აქ იქნება ვეტერანი შეიძლება ითქვას და ძალზე გამოცდილი მოკრივეების დაპირისპირება 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში 6 რაუნდიანი ბრძოლა და შიდა ქართლური გორული დერბი მიხეილ გაბინაშვილი წარდგება რინგზე ანზორ გამგებელის წინააღმდეგ. ორივე ამ მებრძოლს პროფესიონალური კრივის კომაგი ძალიან კარგად იცნობს, მიხეილსაც და ანზორსაც არაერთი ორთაბრძოლა აქვს გამართული როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, ევროპაში, არაერთი ბრძოლა აქვს წამოღებული ევროპიდან. ძალიან გამოცდილი მოკრივეები არიან ორივე და ყოველთვის აი სულ სხვა ეფექტი აქვს ხოლმე გამოცდილი მოკრივეების დაპირისპირებას, ასე ამ შემთხვევაშიც, იმიტომ რომ გამოცდილი მოკრივეებს სულ სხვანაირი კრივი ახასიათებთ რინგზე, თუ ახალბი და დებიუტანტი მოკრივეები თავიდანვე ცდილობენ გარდატეხის შეტანას ბრძოლაში, შესაბამისად შეცდომებსაც უშვებენ და იმპულსურია ხოლმე ასე ვთქვათ მათი კრივი, აი ამ გამოცდილ მოკრივეებს სულ სხვა სიდინჯი აქვს და სულ სხვა სიზუსტე აქვს, სულ სხვანაირი ბრძოლის დაგეგმა აქვს და შესაბამისად სულ სხვანაირ სანახაობას თავაზობენ მერე უკვე კომაგსაც. საინტერესოა მათი ესე ვთქვათ შიდა ქალაქური დაპირისპირებაც, მოგეხსენებათ, ორივე მათგანი წარმოშობით გორიდან არის, გორის რაიონიდან. შესაბამისად, მათი მართალია სხვადასხვა დარბაზებს წარმოადგენენ დღესდღეობით
თუმცა ვფიქრობ ამ კუთხითაც ქალაქში პირველობისთვისაც მათ აქვთ გადასაჭრელი პრობლემები, საკითხები და რინგზე სუფთა სპორტულად გადაიჭრება ეს საკითხებიც. ორივე მათგანს მე მინდა წარმატება უსურვო, მართლაც საუკეთესო სპორტსმენები და ძალიან მაგარი პიროვნებები არიან და ველი მათგან სწორედ ისეთ ორთაბრძოლას, როგორიც მათ სახელს ეკადრება, მათ სპორტულ ღირსებას ეკადრება და დარწმუნებული ვარ, აი ასეთ ორთაბრძოლას ვიხილავთ აი ამ შოუზე მიხეილ გაბინაშვილსა და ანზორ გამგებელს შორისაც. ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამორჩეული ბრძოლა იქნება კიდევ ერთი სარევანშო ორთაბრძოლა. მოგეხსენებათ, რევანშები ყოველთვის არის ძალიან საინტერესო, სარევანშო ბრძოლები გამოირჩევა განსაკუთრებული დაძაბულობით, სარევანშო ბრძოლები გამოირჩევა განსაკუთრებული ხასიათით, განსაკუთრებული დაუნდობლობით და ეს იქნება დაპირისპირება გოგა ციკოლიას, თბილისელ მოკრივესა და ქარელელ გიორგი მჭედლიშვილის შორის. გიორგი მჭედლიშვილი ის მოკრივეა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ნოკაუტორია საქართველოში. მას აქვს ისეთი წარმატებული ბრძოლები საზღვარგარეთ, ნოკაუტით დამთავრებული შვეიცარიაში, საფრანგეთში, სხვადასხვა ქვეყნებში. ახალგაზრდა მოკრივეა და მართლაც საუკეთესო უძლიერესი სპორტსმენები ყავს უცხოეთში. დამარცხებული, რაც შეეხება გოგა ციკოლიას, გოგა ციკოლია ძალიან გამოცდილი მოკრივეა, ძალიან შრომის მოყვარე, ძალიან ჭკვიანი მებრძოლია, ტექნიკურად გამართული კრივი აქვს, ძალიან კარგი ხასიათი აქვს და გულშემატკივართა ერთ ნაწილს გაუკვირდა კიდეც, როდესაც შარშან რუსთავში გამართულ დიდ და გრანდიოზულ საკრივო შოუზე გიორგი მჭედლიშვილმა შეძლო მისი დამარცხება. გამომდინარე იქიდან, რომ გიორგის ძირითადად ეს თავის წარმატებები უცხოეთში ქონდა მოპოვებული და ბევრი მათგანი საქართველოში ქართული კრივის კომაგი მაშინ კარგადაც არ იცნობდა გიორგი მჭედლიშვილს, თუმცა ახლა უკვე სულ სხვა რეალობა, გიორგი მჭედლიშვილს უკვე როგორც უცხოეთში, ისევე საქართველოში დამტკიცებული აქვს თავისი სპორტული სიმაღლე, ასე ვთქვათ, და სპორტული დონე და შესაბამისად აი ამ ბრძოლაში დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო შეეცდება საკუთარი გამარჯვებულის იმიჯის გამტკიცებას, რაც შეეხება ციკოლიას, თვითონ ეს რევანში რო ჩაინიშნა, ეს ფაქტიც უკვე ბევრს მეტყველებს მის ხასიათზე, მის დამოკიდებულებაზე კრივის მიმართ, სპორტის მიმართ და დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებს გოგა ციკოლია იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს. მართლაც გამორჩეული მოკრივეა, დღესდღეობით ვარჯიშობს საბრძოლო ხელოვნების კლუბ მემეტეში, მემეტეც ერთ-ერთ გამორჩეულ კლუბად ყალიბდება და ჩამოყალიბდა უკვე საქართველოში კრივის კუთხითაც, მას აქვს სხვა მიმართულებებიც ამ კლუბს და საინტერესოა ზოგადად როგორ ვითარდება ეს კრივის კლუბი, მინდა წარმატებები უსურვო ამ კრივის კლუბს, გოგა ციკოლიას და ისევე რა თქმა უნდა მის მეტოქეს გიორგი მჭედლიშვილს, რომელიც მართლაც როგორც უკვე აღნიშნე, ერთ-ერთი გამორჩეული მოკრივეა. რაც შეეხება სხვა დანარჩენ ბრძოლებს, მინდა გითხრათ, რომ ვიხილავთ არაერთ ძალზე საინტერესო დაძაბულ ორთაბრძოლას, ძირითადად ეს არის ახალგაზრდა მოკრივეების დაპირისპირებები, დებიუტანტი მოკრივეების დაპირისპირებები. ჩვენ ვიხილავთ მოკრივეებს როგორც თბილისიდან, ყავს კრივის კლუბ მგლების არაერთი წარმომადგენელი აი ამ შოუზე, მოგეხსენებათ კრივის კლუბი მგლები ჩამოყალიბდა უკვე პროფესიონალურ კრივში ერთ-ერთ საუკეთესო კრივის კლუბად. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ გასულ წელს ამ კრივის კლუბიდან, რომლის ხელმძღვანელიც გახლავთ ბატონი მიხეილ ბაკაშვილი, ორმა მოკრივემ შეძლო საქართველოს საჩემპიონო ქამრის დაუფლება პროფესიონალურ კრივში, ესენი არიან ლევან იანქოშვილი და გელა თეგაშვილი. სხვა დანარჩენი სპორტსმენებიც ამ კრივის კლუბიდან ყოველთვის გამოირჩევიან განსაკუთრებული მოტივაციით, განსაკუთრებული მონდომებით, ხასიათით რინგზე და ვფიქრობ, რომ აი ამ ორთაბრძოლებშიც რამოდენიმე მათგანი მიიღებს მონაწილეობას, ძირითადად შედარებით უფრო ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები, დებიუტანტი მოკრივეები და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ასახელებენ თავიანთ კრივის კლუბს. აღსანიშნავია აგრეთვე, რომ ქართული პროფესიონალური კრივის დიდ ოჯახს ძალიან ღირსეულად ემატებიან მთელი საქართველოდან სხვადასხვა კრივის კლუბები. ერთ-ერთი მათგანია კრივის კლუბი თიანეთიდან, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ ბატონი ზურაბ ბენეთიშვილი და მისი მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას პროფესიონალურ კრივის ორთაბრძოლებში. ბექა პავლიაშვილი, მათე მათიაშვილი და ბექა მათიაშვილი წარდგებიან პუბლიკის წინაშე. ძალიან საინტერესოა აი ამ დებიუტანტი მოკრივეების ორთაბრძოლების ხილვა.
და ვფიქრობ, საინტერესოა ისიც, რომ აი თიანეთიდან, ესეთი პატარა ქალაქიდან საკმაოდ კარგი მებრძოლები მოდიან უკვე იმ დონეზე, რომ პროფესიონალურ კრივის ორთაბრძოლებში მიიღონ მონაწილეობა და დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ მონაწილეობით არ შემოიფარგლებიან ეს მოკრივეები, არამედ გამარჯვებისთვის და კიდევ მომავალი გამარჯვებებისთვის გავლენ აუცილებლად რინგზე. არ შეიძლება არ აღინიშნოს კიდევ ერთი გამორჩეული მოკრივე, ფოთელი და როგორ იქნება ისე რომ ფოთი არ ვახსენოთ, გიორგი ნანავა, საკმაოდ გამოცდილი მოკრივე, რომელიც ასევე მიიღებს მონაწილეობას აი ამ დაპირისპირებებში, რომელიც შედგება 25 თებერვალს და საინტერესოა ხოლმე ფოთის წარმომადგენლების ხილვაც, ისევე როგორც ველი, რუსთაველი მოკრივეების ასპარეზობას მე პირადად დიდი ინტერესით დებიუტანტი მოკრივეები გიორგი ტყეშელაშვილი და ბესიკ კარჭაული წარდგებიან ქომაგის წინაშე და ვფიქრობ ესეც ძალიან საინტერესო იქნება მაყურებლისთვის, იმიტომ რომ რუსთავში ყოველთვის იზრდებოდნენ უძლიერესი მოკრივეები და დღესდღეობითაც ფაქტია, რომ არაერთი პროფესიონალი ძალიან ძლიერი და მაგარი მოკრივე მოდის უკვე პროფესიონალურ კრივის რინგზე, ისე როგორც სამოყვარულო კრივში აღარ ვამბობ, ძალიან ბევრი ძალიან წარმატებული და მაგარი მებრძოლები არიან პროფესიონალური კრივის სამოყვარულო კრივის რინგზე რუსთავიდან. ცალკე უნდა აღინიშნოს გორელი მოკრივეებიც, ამ შემთხვევაში წარმოდგენილი არიან ძირითადად მოკრივეები ბატონი ვლადიმერ ჯანიზაშვილის მოსწავლეები. მოგეხსენებათ ვლადიმერ ჯანიზაშვილი საკმაოდ წარმატებული საბრძოლო ხელოვნების კლუბი აქვს და მისი მოსწავლეები საკმაოდ ხშირად იღებენ მონაწილეობას პროფესიონალურ კრივის რინგზე. ამჯერად რინგზე ვიხილავთ დათა გელაშვილს, მართლაც დათა გელაშვილმა ერთ-ერთ წინა შოუზე ძალიან კარგი პერფორმანსი აჩვენა თავის სადებიუტო ბრძოლაში. გამარჯვებით დააგვირგვინა ის ბრძოლა და ველით მისგანაც კიდევ უფრო საინტერესო დაპირისპირებას, ისე როგორც მისი მეტოქისგან. სხვა ბრძოლებიც არანაკლებ საინტერესოა. ჩვენ რინგზე ვიხილავთ კრივის კლუბებიდან ირაკლი მუხიგულაშვილს, მართლაც გამორჩეულ და საინტერესო მოკრივეს, ვიხილავთ ზუგდიდელ ველოდი მიქელაიას, ვიხილავთ ასევე გოგი გამისონიას კრივის კლუბებიდან დებიუტანტი მოკრივეებია ესენი და არ შეიძლება არ აღვნიშნოთ დაჩი ურმაშვილი, რომელიც ამჯერად კრივის კლუბ მემეტეს წარმოადგენს, არ მინდა ვინმე გამორჩეს, მართლაც ქარდი გადატვირთულია, ერთ-მეორეზე საინტერესო მოკრივეები არიან წარმოდგენილი, სხვა ყველაფერი, რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ დეტალურად ჩვენს Facebook-ის გვერდზე, Boxing Group Promotion-ის Facebook-ის გვერდზე, Facebook-ის გვერდზე კრივის სამყარო, ასევე YouTube-ის არხზე Boxing Georgia, აუცილებლად დაიდება ყველანაირი ინფორმაცია მოახლოებული ბრძოლების შესახებ და თქვენ შეგიძლიათ რომ ყველაფერს უკვე დეტალურად გაეცნოთ მომავალი ბრძოლებისთან დაკავშირებით. აგრეთვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბრძოლებზე დასასწრების ბილეთები უკვე გაყიდვაშია, ჯერ კიდევ არის დარჩენილი. ძალიან ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, რომ მიზერული ფასიც კი ადევს ბილეთებს და 25 თებერვალს ბრძოლები დაიწყება 18 საათიდან, საღამოს 6 საათიდან და მთავარი ბრძოლები უკვე სადღაც 8-9 საათის შემდეგ დაიწყება საღამოს, ასე რომ გელოდებით ყველას, ვისაც გააქვთ შესაძლებლობა ამაზე უკეთეს ადგილას ამ პერიოდში ნამდვილად ვერ საწახვალთ. ასევე მინდა მოუწოდო თბილისში კრივის კლუბების მწვრთნელებს წამოიყვანონ თავიანთი ახალგაზრდა დამწყები მოკრივეები, რომლებიც დადიან მათთან კრივზე, მოიყვანონ, აჩვენონ, დარწმუნებული ვარ, ამ სანახაობას ისინი არასოდეს დაივიწყებენ და დამატებითი სტიმული და мотиваცია იქნება მათთვის, რომ მომავალში თავადაც შეძლონ შებიჯება დიდ კრივში, დიდ საკრივო რინგებზე და დარწმუნებული ვარ, მათგანაც არაერთი ჩემპიონი გაიზრდება. ასე რომ გელით ქართული კრივის კომაგებო, ძალიან დიდი, ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები გველის, განსაკუთრებით კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ქართულ მოკრივეთა დაპირისპირებები უცხოელ მეტოქეებთან, თეონაფირ ოსმანაშვილის და გიორგი გიგნიაშვილის განსაკუთრებით საჭიროებს კომაგთა მხარდაჭერას. შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ მართლაც გაივსება თბილისის ოლიმპიური სასახლე, სადაც დაგეგმილია ეს ორთაბრძოლები, ეს მდებარეობს უნივერსიტეტის ქუჩაზე, უნივერსიტეტის 15A და მოგზავნით გელით ყველას. ამავდროულად აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო, გააზიარეთ სოციალურ ქსელებში
დაგვიტოვეთ თქვენი მოსაზრებები კითხვების სახით. აუცილებლად მინდა გთხოვოთ, რომ მოიწონოთ ჩვენი YouTube-ის არხი Boxing Georgia, სადაც ასევე აუცილებლად გავა პირდაპირი რეპორტაჟი უკვე აი ამ ორთაბრძოლების და კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ მოიწონოთ Facebook-ის გვერდი კრივი სამყარო, ასევე Boxing Group Promotions Facebook-ის გვერდი, სადაც დაიდება დეტალური ინფორმაცია აი ამ მოახლოებული ბრძოლების შესახებ, ისევე როგორც ძალიან ბევრ საინტერესო მასალას ნახავთ მთლიანად ქართული კრივის, ისევე როგორც უცხოური კრივის შესახებ. მე კი ამით გემშვიდობებით, შევხვდებით 25 თებერვალს